ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით ჯანმრთელი დილა კლინიკა მზიური მედის რადიომედის ერთობლივი პროექტი, როგორც ყოველთვის დღესაც აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ. ულტრაბგერითი კვლევის მნიშვნელობა გართულებული ვირუსებისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების ფონზე. ჩვენი სტუმარი რადიოლოგი შალვა წინწყალაძე. ბატონ შალვა, მოგესალმებით. მოგესალმებით, დილა მშვიდობისა, პატრიცემულ რადიო მსმენელს. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ და რაც შეეხება ვირუსებს, ვირუსების სეზონია და ძალიან დიდია უკვე მომართვიანობა, რაც შეეხება ულტრაბგერით და რადიოლოგიურ კვლევებს, იქიდან გამომდინარე, რომ ხშირია გართულებები ფილტვებზე. შემდეგ ჩვენ, როგორც უკვე დავაანონსეთ, კუჭ-ნაწლავის დაავადებების ფონზე გართულებებზეც ვისაუბრებთ და სანამ კონკრეტულად ამ მიმართულებას დავაკონკრეტებთ, მოდით კიდევ ერთხელ ჩვენ მსმენელს შევახსენოთ თუ რას ნიშნავს რადიოლოგიური კვლევა, რას მოიცავს და შემდეგ ბუნებრივია უკვე გართულებებზე და მომართვიანობაზეც ვისაუბროთ. ისმენთ. რადიოლოგიური კვლევები მოიცავს როგორც კარგად ცნობილ კვლევებს, ასევე შედარებით ახალ მეთოდებს, თუმცა ძირითადი მაინც საფუძველი ამ კვლევებისა, ყველასთვის ცნობილი, ეს არის ეგრეთ წოდებული ეკოსკოპია, ულტრაბგერით კვლევა, ეს არის რენტგენი. ეს არის კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტორეზონანსული კვლევა და როგორც ამბობ დროს პოზიტრონულ ემისიური კომბინირებული კვლევა უხშირად კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან ერთად და კიდევ ნელ-ნელა იხვეწება და ნელ-ნელა უფრო ნატიფი ხდება ეს კვლევები. და მოწოდებულია ეს კვლევები როგორც ანატომიის შესაფასებლად, რამე პროცესის გავრცელების შესაფასებლად, ასევე ბევრი ორგანოსი თუ სისტემის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად, რომელიც მოიცავს როგორც ძალიან მარტივ კვლევებს, მაგალითად თუ როგორ იცლება ნაღლის ბუშტი, ან როგორ იცლება შარდის ბუშტი სრულად თუ არასრულად, ასევე რთულ კვლევებს, როგორც არის ნერვული სისტემის, კერძოდ თავის ტვინის უბნების აქტივობის შეფასება სხვადასხვა დაავადებისა თუ მდგომარეობების დროს და შემდგომში ეს მონაცემები ხელს უწყობს ნეიროქირურგს თუ ნეიროთერაპიას უბნებზე იმოქმედონ, რომელიც საჭიროებს ამ ზემოქმედებას და ზემოქმედების სახეები განსაზღვრავენ, ასე რომ რადიოლოგია არის როგორც ანატომური, ასევე ფიზიოლოგიური ფუნქციური შეფასების საშუალება და ძალიან ეხმარება კლინიცისტებსა თუ ქირურგებს კვლევას, გადაწყვეტილების მიღებასა და სწორი მკურნალობის დაგეგმვა განხორციელებაში. კი ბატონო, და რაც შეეხება გართულებებს, ანუ ვირუსებს გულისხმობ, ძალიან ხშირად არის ხოლმე ფილტვებზე გართულება და მომართვიანობაც მომატებულია თქვენთან და მოდით ამ მიმართულებით ვისაუბროთ, თუ ანუ რამდენად მნიშვნელოვანი ამ დროს რადიოლოგების ჩართულობა. გისმენთ. რადიოლოგია, როგორც გითხარით და ფაქტურად ყველა ადამიანმა იცის უკვე ზრდასრულმა განუყოფელი ნაწილია მედიცინის და ნებისმიერი მდგომარეობის დროს და მათ შორის ეპიდემიების და პანდემია, როგორც იყო კორონავირუსის აფეთქება, ყველას კარგად გვახსოვს დავი და ასვაკაცობრიობის ცხოვრებას. მაშინ რადიოლოგია, რა თქმა უნდა, იყო ძალიან აქტიურად ჩართული და ყველა მისის, რომ კეთდებოდა როგორც ულტრაბგერით კვლევები, კონკრეტისა, კერძოდ ფილტვებისა იყო თვარაპნევმონია, ასევე კომპიუტერული ტომოგრაფია და პრაქტიკულად რადიოლოგიური კვლევის საფუძველზე, რა თქმა უნდა, კლინიკური სურათის პაციენტის სიმძიმის გათვალისწინებით მიიღებოდა გადაწყვეტილება სტაციონარში მოეთავსებიათ პაციენტი, გაეშვათ სახლში, ემკურნალათ, ან არ ემკურნალათ, თუ რითი ემკურნალათ და რა ხანგრძლივობით და ასე შემდეგ. ეს ვირუსები, რა თქმა უნდა, და ყველა ვიცით უკვე, რომ ისევ შედარებით მოიმატა შემთხვევებმა ამ კორონავირუსის, გაჩნდა კიდევ ახალი ვარიაციები სხვადასხვა ვირუსის, მათ შორის იგივე კორონავირუსზე, რომელიც სხვა სახეობები მანამდე COVID-19-მდე გავრცელებული იყო მსოფლიოში და რა თქმა უნდა ადამიანების დიდ შეშფოთებას იწვევს, იმიტომ რომ უხშირესად იმუნიტეტისა და ბევრი სხვა გარემო ფაქტორის გათვალისწინებით გადადის ხოლმე ჩვეულებრივ პნევმონიაში, ფილტვების ანთებაში და ყველას კარგად გვეხსენება ის აბედიცი რამდენიმე წელი, როდესაც
COVID-19 პანდემია მოიცვა მთელი მსოფლიო. როგორ აქტუალური იყო დიაგნოზის დასმა, იყო თუ არა პნევმონია, ჭირდებოდა თუ არა აპარატისა, პაციენტს ჟანგბადის მიწოდება, ან რა ინტენსივობით, ან ჭირდებოდა თუ არა ხელმოწმულობაზე და ვენტილაციაზე გადაყვანა ფილტრების და ასე შემდეგ, ასე რომ მაშინ რადიოლოგია ისე როგორც სხვა დროს და სხვა სფეროებში ასრულებდა და ასრულებს დღემდე და შეასრულებს გარწმუნებს ერთ-ერთ ძირითად როლს იტვირთავს გადაწყვეტილებების მიღებაში მედიცინაში. დიახ და როდესაც საუბარია ფილტვების რადიოლოგიურ კვლევაზე, რამდენად სრულყოფილ სურათს ვიღებთ ამ კვლევის შემდეგ? ფილტვების კვლევისთვის მოწოდებულია პრაქტიკულად ყველა მეთოდი, რაც მე ჩამოთვალე საუბრის დასაწყისში. დიდი ხნის განმავლობაში ეს იყო ათეულობით წელი პრაქტიკულად რენტგენი გამოიყენებოდა, თუმცა შემდგომში დახვეწის შემდეგ იგივე მეთოდზე დაფუძნებული კომპიუტერული ტომოგრაფია იძლევა ბევრად სრულ სურათს და პრაქტიკულად ამომწურავ სურათს. გარკვეული სიძნელეები, თუმცა მაინც აღმოჩნდა, რომ ძალიან საინტერესო ინფორმაციას იძლევა მაგნიტორეზონანსული კვლევა. ფილტვების და ბრონქული ხის კვლევისას და ულტრავგერით კვლევა დაიხვეწა ძალიან მეთოდოლოგიაც შემუშავებულია, უამრავი ახალი ტერმინი გაჩნდა ფილტვების ულტრავგერით კვლევისას, რომელიც უფრო ზუსტად ასახავს მიმდინარე პროცესებს და ამ ბოლო ხანებში ეს მეთოდი ულტრავგერით ფილტვების კვლევა კვლევრის ფურცლებზე აღარაფერს ვამბობდა პრაქტიკულად იქვია და ამიტომ ერთად განიხილება ეს კვლევა ძალიან წამოიწია და ძალიან აქტუალური გახდა, თუმცა ამაზე მე ბევრჯერ მithქვამს, დიდი ხანია ექიმები მუშაობენ და ამ მეთოდის დახვეწა მიდის, რომ მიიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია და სწორი ინფორმაცია და სანდო ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ფილტვების შეფასებისას ულტრავგერით კვლევის დროს. კი ბატონო, და ასევე ჩვენ დავაანონსეთ, რომ კუჭ-ნაწლავის დაავადებების ფონზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ულტრავგერითი კვლევა და ოქროს სტანდარტათაც ითვლება, ხომ და ამ მიმართულებით მინდა რომ ისაუბროთ. ოქროს სტანდარტია პირველი რიგის კვლევა, ასე მოიხსენიებენ ხშირად ულტრავგერას, იმიტომ რომ თუ ისე იშვიათად ულტრავგერით აღმოჩენილი დარღვევის შემდეგ საჭირო ხდება სხვა უფრო ღრმა რადიოლოგიური კვლევა ან რენტგენით კვლევა კონტრასტის მიცემის შემდეგ, რომ ფუნქციური მდგომარეობა შეფასდეს საკვების გადაადგილების კონტრასტის უფრო კონკრეტულ შემთხვევაში კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ასე შემდეგ. ულტრავგერა ასრულებს შეუცვლელ როლს, ყველამ კარგად ვიცით, რომ ღვიძლი, ნახვის ბუშტი, პანკრეასი და ასე შემდეგ ეს ყველაფერი იდეალურად ჩანს ულტრავგერით კვლევის დროს და ძალიან ხშირად მოდიან პაციენტები პრობლემას გადაიტანეს ან ბავშვები, როცა პრობლემები ამბენ, რომ ბავშვს უნდა რამდენიმე დღიანი და ავადობა ენტეროვირუსის ფონზე და იმის შემდეგ დარჩა შებერილობა და ხშირად აქვს რაღაც მუცლის ტკივილი მოვლითი ხასიათის და ასე შემდეგ და ხშირად გასავლებია ხოლმე ზღვარი ეს რამე ქირურგიული დაავადება თუ უბრალოდ ამენტეროვირუსული ინფექციის შემდეგ აირია ნაწლავის ფლორა, რომელიც შედგება უამრავი მიკროორგანიზმისგან, როგორც პირობით პათოგენური, ასევე სასარგებლო შეიძლება ასე ითქვას, მათ შორის არიან კიდევ პათოგენური ბაქტერიები და სოკოები და მათი ბალანსი ირღვევა ხშირად ენტეროვირუსული ინფექციების დროს, ან შეიძლება სხვა ვირუსული ინფექციების დროსაც და შემდეგ გვიწევს ულტრავგერით, პირველ რიგში ულტრავგერით ნახვა, ხომ არ არის რამე ორგანო შეცვლილი, ხომ არ არის ნაწლავის კედელი შეცვლილი, ხო არ არის შეშუპება ნაწლავის კედლის და ხო არ დაერთო ამ ენტეროვირუსულ ინფექციას რამე სხვა ბაქტერიული ინფექცია ან იმბალანსის დარღვევის გამო ხო არ მოხდა ნაწლავის კედლის ანთება და მისი შრეების შეშუპება, ასე რომ ულტრავგერი ძალიან ფასეულ ინფორმაციას ვიღებთ, ყოველ შემთხვევაში პირველი რიგის კვლევის პირობაზე ექიმისთვის, პედიატრისთვის, თერაპევტისთვის, გასტროენტეროლოგისთვის იძლევა ძალიან საინტერესო და ფასეულ ინფორმაციას. კი ბატონო, და როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი ამ კვლევისთვის?
ბავშვის და დიდით სასურველია მომზადდეს ერთი მიმართულებით, რომელიც გულისხმობს აირის მინიმუმამდე დაყვანას ნათლავებში. ამას რა თქმა უნდა ჭირდება, ეს ეხება დიდებს კიდევ უფრო მეტად, იმიტომ რომ დიდები უფრო მასიურები არიან, ультრავგერა გვისაუბრია ჩვენ საკმაოდ ნაზი და სუსტია და მათ შეღწევა ქსოვილებში უჭირდა თუ პაციენტს კანქვეშაცხიმოვანი ქსოვილი უყვად აქვს განვითარებული იქ სიზუსტე ультრავგერით კვლევისა კლებულობდა თუ ამას დაერთო გადაბერილი ნათლავები იქ ძალიან ძნელდება და ამის სანდო ინფორმაციის მოპოვება ამიტომ მომზადება გულისხმობს ბოლო რამდენიმე დღე შედარებით მსუბუქ დიეტას და იმ საკვების შეზღუდვას და საერთოდ ამოღებაჯობია რომელიც აისაგროვებს ნათლავებში ესეც ინდივიდუალურია მაგრამ ყველასთვის ცნობილია კომბოსტოლო ბიო ოხრახვიში და ასე შემდეგ რომელიც იწვევს მანჩებერილობას ის რამდენიმე დღე უნდა მიიღოს პაციენტმა აბსორბენტი ყველაზე ცნობილია ნახშირი ან ეუკარბონი ეს მიზანი თუ ნებისმიერი აბსორბენტი, რომელიც ექიმმა შეუძლია ურჩიოს პაციენტს და დილით დაცლილი ნათლავებით, რა თქმა უნდა, ჯობია მისვლა ერთ-ერთი უმთავრესი ეს ბოლო პირობაა, რომ ნათლავები იყოს დილას დაცლილი, მისვლის წინ, უფრო კონკრეტულად. კი ბატონო, და ჩვენ საუბრობთ ბავშვებზე და ბავშვის სიცოცხლეს უკვე დედის მუცელშივე იწყებს და საინტერესოა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ультრავგერითი კვლევა ორსულობის დროს და რა დაუშვათ ინტენსივობით არის საჭირო ამ კვლევის ჩატარება. ინტენსივობით დავიწყებ მიუხედავად იმისა, რომ ультრავგერა არ იწვევს იონიზაციას, ანუ მაიონიზებელი დასხივება არ აქვს, მას აქვს გარკვეული სითბური ეფექტი, იწვევს რყევას სითხოვანი ბუნების სუბსტრატების ეგრისებულ კავიტაციას და არის შრომები, რომლებიც ადასტურებს, რომ ნაყოფის ультრავგერით კვლევისას ხდება ნაყოფის ნერვული სისტემის აგზნება. ამიტომ ხელაღებით თუ არ არის ამის ჩვენება და დასაბუთებული არ არის რატომ კეთდება ეს კვლევა, რა კითხვაზეა პასუხი გასაცემი, რა თქმა უნდა ამ უწყინარ კვლევასაც ჯობია მოვერიდოთ ორსულებში, თუმცა თუ საჭიროა, ესეც ცნობილია ძალიან დიდი დასხივების მქონე მეთოდების კი ხშირად დღეში რამდენჯერმე შეიძლება გამოიყენოს ექიმმა თუ პაციენტის სიცოცხლის გადარჩენისკენ არის ეს მიმართული. ამიტომ რა თქმა უნდა ჯობია იშვიათად, თუმცა არის პერიოდები ნაყოფის განვითარების ფაზები, როდესაც უნდა დადასტურდეს ბევრი რამ, მათ შორის გულისცემა არის თუ არა და ასე შემდეგ და როგორ იზრდება და ვითარდება და ეს უკვე მეანისა და ექიმის გადაწყვეტილებით იგეგმება, როდის გაიკეთოს ультრავგერით კვლევა პაციენტმა და ინფორმაცია, რომელსაც ультრავგერა გვაძლევს, ძალიან ფასეულია, იმიტომ რომ დედაც, ექიმიც, შემდგომში პედიატრიც მზად უნდა იყოს, მიიღოს ბავშვი, ან ჯანმრთელი, ან გარკვეული გადახრით და ამას წინასწარ ზოგჯერ ჭირდება მომზადება და შემდგომში კონტროლი თუ რამე აღმოჩნდა მუცლათყოფნის პერიოდში გადახრა ნორმიდან ნაყოფის შეგულისხმობს, რა თქმა უნდა, ეს იდეალურად ჩანს ультრავგერით. კი ბატონო, და აი ნაყოფის განვითარების ფაზაც ახსენეთ, გულიც ახსენეთ და ახალშობილებსა და ზოგადად მოსtildeებში ეკოკარდიოსკოპული კვლევითი შესაძლებელია, როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი გულის თანდაყოლილი მაგნკის დიაგნოსტირება და რამდენად სრულფასოვან სურათს გვაძლევს რადიოლოგიური კვლევა ამ შემთხვევაში. და ნაყოფზე მინდა აქცენტი გავაკეთოთ აღმოცენყოფის პერიოდში. მოგახსენებთ ულტრაეკოკარდიოსკოპია, რომელიც შეიძლება ნაყოფის შემთხვევაში და ახალშობილის შემთხვევაში ძალიან ფასეულია ჯერ ერთი თუნდაც თანდაყოლილი მანკების შეფასებისთვის, ასევე იმ მდგომარეობის შეფასებისთვის, როგორც არის მაგალითად ბოტალის სადინარიყი ან პარკუჩთაშკუჩუ ან წინაგულთაშუა გიდის მცირე ზომის დეფექტი და მერე ამ დეფექტის დახურვის კონტროლი, ანუ დინამიკა, როდის დაიხურა თუ არა და ჭირდება თუ არა დახურვა და ეს კვლევა როგორც გითხარით უწყინარია და ძალიან ინფორმატიულია და მე ვფიქრობ კარდიოლოგებისთვის ერთ-ერთი უპირველესი კვლევა, რომელიც იძლევა ძალიან ფასეულ ინფორმაციას გულის ფუნქციონირებასა და მის ანატომიაზე, რა თქმა უნდა, მოზრდილებში არ ხერხდება და არც ბავშვებში, და ბავშვებში ეს კითხვა პრაქტიკულად არ დგას, არის თუ არა
გვირგვინოვანი სიძაბვის კორონარების ეგრეთ წოდებული შევიწროებანი ქოლესტერინის ჭირდება თუ არა სტენტირება, შუნტირება, მას სხვა კვლევები გაცემს და ცემს პასუხს, მაგრამ თვითონ ფრაქციების განდევნა, რამდენად სრულფასოვანი იქუმშება ან დუმდება შემდეგ ბულის კუნთის არქველი, რამდენად კარგად იხსნება და იხურება და კიდევ ბევრი სხვა კითხვაზე კარდიოეკოსკოპია სცემს ამომწურავ პასუხს და შესაბამისად ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო კვლევად და მიგნებად, რაც შეიძლება რადიოლოგიაში არსებობდეს ჯანმრთელობის სამსახურისთვის ბრძოლაში. დიახ, თქვენ ახლა სხვადასხვა მიმართულებით ისაუბრეთ და ზოგადად ორგანულ დონეზე ყველა კვლევას მოიცავს თუ არა რადიოლოგია? პრაქტიკულად ყველა კვლევას, თუმცა გარკვეული შეზღუდვები აქვს ულტრავგერას, როგორც გითხარით, იგი თითქმის არ გადის და ვერ გააღწევს ცულებში, ამიტომ თავის ტვინის კვლევა შესაძლებელია მხოლოდ ნაყოფისა, მუცადყოფნის პერიოდში და ახალშობილობის პერიოდში, სადაც ყიფლი ბანდები ღია, განსაკუთრებით დიდი ყიფლი ბანდი. გაძვალების შემდეგ ჩვენ თავის ტვინზე ულტრავგერით წვდომა აღარ გვაქვს, თუ შეიძლება ასე ითქვას და მხოლოდ სხვა მეთოდები რჩება შესაძლებლად თავის ტვინისა, რადიოლოგიური მეთოდები. ასევე მცირე ასაკში სანამ ხრტილოვანია ცვლების ნაწილი შესაძლებელია პირველ თვეებში სიცოცხლის ხერხემლის კვლევა და ზურგის ტვინის კვლევა, ასევე შესაძლებელია მენჯვარდაყის სახსრის დისპლაზიაზე საუბარი და მაღალი სიზუსტით კვლევა და დიაგნოზის დასმა, ხოლო შემდეგ, როდესაც უკვე ცვალდება ბარდაყისულის თავები, ულტრავგერა მათ შემთხვევაში ხდება უძლური. ამიტომ არის შეზღუდვები, როგორც მოგახსენეთ, თუმცა წვდომა ძალიან ბევრ ორგანოზე გვაქვს და ბევრჯერ მithქვამს წინასწარმეტყველება, რომელიც გამოითქვა რამდენიმე ათეული წლის წინ, როდესაც კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიგონეს და შეიქმნა, ულტრავგერა თითქოს დავიწყებას მიეცემოდა, აღმოჩნდა პირიქით ულტრავგერა თავისი უსაფრთხოებისა და მაღალი ინფორმატიულობის და სანდოობის გამო არანაირად არ თმობს პოზიციებს და პირიქით ზოგიერთ შემთხვევაში უფრო ფასეულია და მოწოდებული, ვიდრე სხვა ძვირი და ღრმა რადიოლოგიური კვლევა, განსაკუთრებით ბავშვებში. და ბატონ შალო, თქვენ უსაფრთხოება ახსენეთ და აი რაც შეეხება მშობლებს, მათი მთავარი კითხვა მაინც ეს არის, რომ ნებისმიერი კვლევის დროს და კონკრეტულად ულტრავგერით კვლევაზე ვსაუბრობთ, რამდენად უსაფრთხოა, რამდენად სანდოა და საჭიროებიდან გამომდინარე თუ ინტენსივობა მატულობს, დაცულია თუ არა ბავშვი. თუნდაც დასხივებისგან 100% დაცულია ბავშვი, ინტენსივობა აქ ბევრს არაფერს ცulis, როგორც გითხარით, ორსულებში ნაყოფის აგზნება არის აღწერილი და დადასტურებული შრომებით, ასევე რეკომენდაციის სახით მოწოდებულია, რომ ესეთი ნატიფი ქსოვილები, მაგალითად თვალის ბადურა არ იყოს დიდხანს ულტრავგერით კვლევის ქვეშ. განსაკუთრებით თუ იყენებს რადიოლოგი დოპლერის ეფექტს, რომელიც სისხლის მიმოქცევას გვანახებს ქსოვილებში, იმიტომ რომ ნატიფი ქსოვილებზე ის კავიტაცია და გარკვეული სითბური მოქმედება და ენერგია, რომელიც ულტრავგერას აბზანების მიერ ბგერას რომეს ამ წუთში თუნდაც შემგან გესმით, ეს ენერგია მაინც არასასურველი ასეთი ნატიფი ქსოვილების კვლევისას. დანარჩენი ინტენსივობას რაც ეხება, ვიმეორებ თუ საჭიროა დღეში რამდენჯერმე შეიძლება კომპიუტერულ ტომოგრაფია ჩაუტარდეს პაციენტს თავისი მაღალი დასვენების მიუხედავად, თუ ეს არის საცოცხლო ჩვენება და პაციენტის გადარჩენისკენ არის მიმართული. ასე რომ ულტრავგერა როგორც იხარ პრაქტიკულად უწყინარია და მისი გამოყენება შეიძლება ძალიან ხშირად და თავის ინფორმატიულობის გამო ვიმეორებ ძალიან მოიმატა მისმა დაფასება, უფრო დაფასდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყოველ შემთხვევაში ეს გამოიკვეთა ბოლო ხანებში მით უმეტეს, რაც დაიხვეწა, როგორც მოგახსენეთ, გულმკერდის კონკრეტულად ფილტვების ულტრავგერით კვლევის საკითხი და ბავშვებში ძალიან გავრცელდა. მაგალითად, მომართვიანობამ გულმკერდის ულტრავგერით კვლევაზე
ახლობით 3-4 ჯერ მოიმატა ჩემთან პირადად, ვიდრე იყო 3, 5, 6 და 10 თვის წინ. და ჩვენი საუბრის დასასრულს აქცენტი მინდა გააკეთოთ თუ რამდენად განვითარებადია ეს მიმართულება და რა სიახლეებია დღეს მთელ მსოფლიოში. სიახლეები ძირითადად განისაზღვრება და ფასდება აპარატურის დახვეწით. Ultravgera, როგორც თემა ქვეყანამიცის ჩვენმა და მსოფლიო ამის ეკოსკოპია, თუმცა ეკოსკოპია მარტო ეკოკარდიოსკოპიაზე იხმარება, დანარჩენი ultravgeris კვლევა ქვია, მაგრამ საფუძველი არის ეკო, რომელსაც იძლევა ultravgera. ისევე როგორც ამ მგერებს, რომელიც ჩვენი ყურისთვის ახმადია, რომელიც ეკო შეიძლება გავიგოთ ტყეში, გამოქვაბულში, მთებში, ან ჭაში და ასე შემდეგ. Ultravgeraსაც აქვს თავისი ეკო და ამას ებუცება გამოსახულების მიღება, მაგრამ სამწუხაროდ აქვს ასევე უამრავი დამატებითი ხმა. თუ შეიძლება ასე ითქვას და დახვეწა აპარატურისა მიდის იმ მიმართულებით, რომ ეკიმად დაინახოს საჭირო ანარეკლე ultravgerisa, ანუ საჭირო ეკო და იზედმეტი ხმები, რომელიც ჩვენთვის მხოლოდ ეკრანზე ჩანს და ჩვენს ხურხარისთვის იქნეს მოშორებული და ამ მიმართულებით არის დახვეწილი. თუმცა, რა თქმა უნდა, მერე დაიხვეწა საყლაპავიდან კეთდება, მაგალითად, კარდიოეკოსკოპია რაღაც მოსაზრებებით, იყო შრომები და შექმნეს უწვრილესი გადამწოდები, რომელიც ჩარცაწესების გავლით თირკმელში შედის და იქიდან ultravgerit თვალი ერდება თირკმელი და რაღაც არის ეგეთი განშტოებები. თუმცა საფუძველი ყველა შემთხვევაში არის ultravgera, რომელიც მოდიფიკაციები და აპარატურის მოდიფიკაციები და მათი დახვეწა ხდება და იცვლება და უმჯობესდება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის. მე წარმატებებს გისურვებთ. მადლობთ თქვენს ასევე. მშვიდობები პარადიოს ჩვენებს. მადლობა, ჩვენი სტუმარი იყო რადიოლოგი შალვა წინწკალაძე, ultravgeriti კვლევის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. რადიო იმედის სტილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას, მე მალე დაგიბრუნდებით.